რეჩმა კონგრესუმენმა ძალიან გაბრაზდა, როცა ვიღაცამ გაბედა და სიმართლე თქვა. და ეხლა ის კონგრესში სკანდალს აწყობს, რაც ჩემთვის აბსოლუტურად სასაცილოა, რომ ზრდასრულ ქალს პირდაპირ ეუბნებია რაღაცას და ის სრულად აფეთქდება. ეს ის რამეა, რისთვისაც ინტერნეტი შეიქმნა. და გახსოვდეთ, ამ ქალს საზოგადოება მისცა ხმა. ისინი ფიქრობენ, რომ ის ამერიკელი ხალხის ზუსტი წარმომადგენელია, რაც თავისთავად საკმარისად სამარცხვინოა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მას ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირები აქვს. ცნობილი კავშირები. როგორც არ უნდა იყოს, ის არამხოლოდ ინტერნეტის დასაცინი გახდა, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ იტანს, როცა ვინმე სიმართლეს პირდაპირ ეუბნება, რაც თავისთავად შესანიშნავია. არამედ ამჟამად ცდილობს შუამდგომლობა წარადგინოს, რომელიც თავის მხრივ სასაცილოა. და თუ ჯერ კიდევ არ იცით ვიზზე ვსაუბრობთ ერთადერთ საშინელ, სამარცხვინო, სავარაუდო ტერორიზმის მხარდამჭერ რაშიდად ლეიბზე. ნახეთ ეს თავად. იცინებთ, რადგან მთელი დილაა მეც ვიცინი. კარგი საქმე გააკეთა იმ ბიჭმა, ვინც მას სიმართლე უთხრა. იყავით ნათელი. ჰეზბოლა ტერორისტული ორგანიზაციაა. მიჩიგანის კეთილშობილი ქალბატონისგან და მისი წევრები ჯალათები არიან, რომლებთანაც იცით გარკვეულწილად გიყვართ ურთიერთობა. ვერცერთი ერი ვერ იქნება სრულად სუვერენული, როდესაც შეიარაღებული ჯგუფი მოქმედებს არჩეული ხელისუფლების ავტორიტეტის მიღმა. მაპატიეთ. ემოციები გვიმძაფრდება. ბატონებო, სხდომა შეჩერდება. ბატონებო, შევაჩერებთ. მაპატიეთ. ემოციები გინძაფრდებათ? ანუ ის ამბობს, რომ ის იქ არის და ამბობს, შენ უჭერ მხარს ტერორისტებს, ნამდვილ ტერორისტებს, რაც ზუსტად ისაა, რასაც ის აკეთებს. და ამას მალე კიდევ ნახავთ. თუ არ ჯერათ ჩემი და არ გინდათ ჩემი სიტყვა დაიჯეროთ, მაგრამ ის იქ არის და ამბობს, შენ ტერორიზმს უჭერ მხარს. და ის ამბობს, მაპატიეთ, ემოციები მემატება და მე ამას ვეთანხმები, რადგან დიახ, ამ ქალს ემოციები ემატება, რადგან ეს ერთადერთი რამაა, რასაც ის ფიქრობს, თავისი ემოციები და არა გონება. და თუ მართვა გამოიყენებდა თავის გონებას, ეცოდინებოდა, რომ ტერორისტების მხარდაჭერა ცუდია. დიახ, ტერორისტების მხარდაჭერა ცუდია. მე ნამდვილად მჯერა, რომ თქვენ მათ უჭერთ მხარს. დიახ, თქვენ ყოველდღიურად უჭერთ მხარს ტერორისტებს. დარბაზი წესრიგში იქნება. ყოველდღიურად იცავს ტერორისტულ რეჟიმს მიჩიგანელი ქალბატონი. დარბაზი იქნება. კარგი, მოდი ნახოთ კადრები, სადაც ის მართლა კონტროლს კარგავს და შეგიძლიათ მისი სახეც დაინახოთ, რადგან ეს მართლა დაუჯერებლად გასართობია. და დემბონჯინო, რომელიც ბოლოს დაბრუნდა, მადლობა ღმერთს, რადგან ის გონივრული აზროვნების ადამიანია სამყაროში, რომელიც სრულიად გადიშდა. მოდი ნახოთ, რას ამბობს ის ამ მთელ საგაზე, რომელიც მართლაც გასართობია. ქაოტური სცენა ახლახან დაიწყო წარმომადგენელთა პალატის დარბაზში შოუს დაწყებამდე ოჰაიოს კონგრესმენ მაქს მილერსა და რაშიდ ტლაიბს შორის. ნახეთ ეს. ჰეზბოლა ტერორისტული ორგანიზაციაა. მიჩიგანის კეთილშობილი ქალბატონისგან და მისი წევრები ჯალათები არიან, რომლებთანაც როგორც ჩანს გარკვეულწილად გიყვართ ურთიერთობა. თქვენ ყოველდღიურად ტერორისტებს უჭერთ მხარს. დარბაზი წესრიგში იქნება. ყოველდღე ტერორისტული რეჟიმის მხარდამჭერი ხართ. ეს პირდაპირ თავდასხმაა ჩემს რეპუტაციაზე. გთხოვთ ხმა მისცეთ ამ სიტყვების ამოღებას. ოჰაიოს წარმომადგენლები დასხდებიან. შეხედეთ მას. შეხედეთ ილხან ომარს ფონზე. შეხედეთ როგორ უხერხულად გამოიყურება. ეს უბრალოდ სასაცილოა. ხედავთ ამას? თავდასხმა ჩემს ხასიათზე. გთხოვთ ხმა მისცეთ ამ სიტყვების ამოღებას. ოჰაიოს წარმომადგენლები დასხდებიან. ეს არის თავდასხმა ჩემს რეპუტაციაზე. გთხოვთ, ამოიღოთ ეს სიტყვები. ეს არის თავდასხმა თქვენს რეპუტაციაზე. თუ ეს სიმართლეა, რაშიდა თალიბ? ესეა? იმიტომ რომ ჩემთვის ეს უბრალოდ იმას გავს, რომ ვიღაც ამბობს სიმართლეს თქვენს რეპუტაციაზე, რომელიც საშინელია. ასე რომ ადვილია თავდასხმა თუ მიხვდით რას გულისხმობ. კონგრესმენი მილერი უსამართლოდ მოექცა კონგრესმენ ტლაიბს. დაიმახსოვრეთ, დენ ბონჯინო, FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელი. ასე რომ შეიძლება ცოტათი მაინც იცოდეს, რაზე ლაპარაკობს. სულ ცოტათი. უსამართლოა. ვგულისხმობ, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც დონალდ ტრამპი ნაცისტად წარმოაჩინეს, მაშინ როცა თავად აყენებენ კანდიდატს, რომელსაც ნამდვილი ნაცისტური სიმბოლო აქვს სტატუირებული გუმკერძზე. გულისხმობ, ეს ხალხი იმსახურებს ყველაფერს, რაც კი შეხდებათ.
იცი, დევიდ ჰარსმა დიდი ხნის წინ დაწერა წიგნი უწმინდური ალიანსი, როგორ აერთიანებს მემარცხენეები ძალებს ნებისმიერთან, თუ ფიქრობენ, რომ ეს ალიანსი ძალაუფლებას მოუტანს, ან დაუბრუნებს მათ ძალაუფლებას. ეს არაფერია მეტი, იქნება ეს ღია საზღვრები, მათი ალიანსი მუსლიმთა საძმოსთან, ჰამასთან, ამ ტერორისტულ ჯგუფებთან, მათ არ აინტერესებთ. ვერ უპოულობს საკმარისად ძლიერ სიტყვებს, რომ ამერიკელებს უთხრა. ამ თანამედროვე დემოკრატიულ პარტიას აღარ ეყოლება 1980-იანი წლების DLC, რომ მოვიდეს და გადაგარჩინოთ ზომიერი ბილ კლინტონის სამხრეთელი გუბერნატორის სტილით. თქვენი პარტია დაკარგულია. ის ტერორისტებმა, შეშლილებმა, ღია ბარის, ღია საზღვრების და პოლიციის დაფინანსების შეწყვეტის მომხრე გიჟებმა გაიტაცეს. და თუ გსურთ, რომ თქვენი ქვეყანა ცეცხლში გაეხვიოს და ეროვნული უსაფრთხოების კოშმარად იქცეს, ეს პარტია თქვენთვისაა. სხვათა შორის გაკურვებული ხართ, რომ ყველა ეს ფსიქოტური ადამიანი ქალია? და არა, მე არ ვარ ქალიების წინააღმდეგი. მე მიყვარს ქალები. მე ვფიქრობ, რომ ისინი სრულიად შესანიშნავები არიან, როცა ტვინის უჯრედებს იყენებენ, მაგრამ როცა ემოციებით მანიპულირებენ ან სხვებს მანიპულირებენ, ისინი ყველაზე სულეგურ არსებებად იქცევიან. ვინც კი ოდესმე დედამიწაზე დადიოდა. ამ ქალები ხელმძღვანელობენ ამგვარ ლიბერალურ ქალთა მოძრაობას, რათა მხარი დაუჭირონ არასწორი ინიციატივებს და დაანგრიონ შეერთებული შტატები. გულისხმობ, ის ვერ იქნებოდა უფრო მართალი. ეხლა რას უწევს რეკლამას? რაშიდად ლაიბი ამ მომენტში. ხუთშაბათს წარმომადგენელი რაშიდად ლაიბი აიძულებს კენჭისყრას, რომელიც დაავალებს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გამოყვანას ლიბანში საომარი მოქმედებებიდან. ის ძირითადად ცდილობს ამერიკიდან ისრაელისთვის სამხედრო დაფინანსების შეწყვეტას. თითქოს ეს ოდესმე მოხდება. რეპორტაჟებმა ნათლად აჩვენა, რომ აშშ-ში პირდაპირ მონაწილეობს ისრაელის თავდასხმის მართვასა და კოორდინაციაში ლიბანზე, იმდენად, რომ პრეზიდენტი ტრამპი ზოგიერთ თავდასხმას ან ავტორიზებს, ან კრძალავს. სხვათა შორის, როცა ამბობთ ისრაელის თავდასხმას ლიბანზე და ეს აშკარად არაბულ-ამერიკული ინსტიტუტისგან მოდის, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ეს ლიბანზე თავდასხმა არ არის. ეს თავდასხმაა ჰეზბოლაზე, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია, როგორც ISIS-ი, კარგი, ლიბანში. ასე რომ, როცა ამბობთ, რომ ამერიკამ ISIS-ზე მიიტანა იერიში და არა სირიაზე, დიდი განსხვავებაა. რადგან თუ სუვერენულ ქვეყანას ესხმით თავს და თუ ტერორისტულ ორგანიზაციას უტევთ ამ ქვეყნის შიგნით, ეს ერთი და იგივე არ არის. და ძალიან გაგიკვირდებათ, რომ ამერიკელები სინამდვილეში ფიქრობენ, რომ ტერორიზმს არ უნდა მისცე არსებობის უფლება მსოფლიოში. ვიცი, საშინელება, შოკი, გაკვირვება. და ამის გამო და სხვა მიზეზების გამოც, რომელთაც მალე განვიხილავთ, რაშიდად ლაიბს ძალიან შეურაცხყოფლად მიაჩნია, რომ მას ტერორიზმის მხარდამჭერად მიიჩნევენ. როცა მივხვდით, რომ ეს შოუ ჩვენი სრულგანაკვეთიანი სამსახური გახდებოდა, გავაცნობიერეთ, რომ სპონსორები დაგჭირდებოდა, მაგრამ მე მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მხოლოდ იმ პროდუქტებს გავუკეთებდით რეკლამას, რომლებიც ჩვენს გამომწერებს წაადგებათ. ჩვენ ვეძებდით ისეთ კომპანიებს, რომლებიც რეალურად გააუმჯობესებენ თქვენს ცხოვრებას და ჩეპტერი ერთ-ერთი პირველი არჩევანი იყო. არ გჭირდებათ, რომ მეგითხრათ, რომ მედიქი არის პრობლემურია და ძვირი ღირს და ეს ძალიან მაწუხებს, მაგრამ სწორედ ამიტომ არსებობს ჩეპტერი. და გთხოვთ, მითხარით, რომ უკვე დაიწყეთ მათი გამოყენება, რადგან ისინი გეხმარებიან აირჩიოთ ის გეგმა, რომელიც რეალურად თქვენთვისაა შესაფერისი და არა ის, რომელიც მრჩევლებს აძლევს სარგებელს. მომხმარებლები საშუალოდ $100-ზე მეტ ზოგავენ, მათი ზარი უფასოა. ეს დაახლოებით 20 წუთს გრძელდება და შეიძლება თქვენ ან თქვენ საყვარელ ადამიანს ბევრი ფული და სტრესი დაგიზოგოთ. დაურეკეთ ჩაფთერს ნომერზე 6106337. ეს არის 6106337. და მხარი დაუჭირეთ წინააღმდეგობა სანამ იქხართ. როგორც არ უნდა იყოს, ეს ხმის მიცემა ნათელი მტკიცებულება იქნება იმისა, თუ ადასტურებენ თუ არა კონგრესის წევრები აშშ-ს ჩართულობას ისრაელის შეჭრაში, ოკუპაციასა და ლიბანის განადგურებაში. აშშ-ს არ შეუძლია ამის გაგრძელების ნება დართოს. ბლა 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 ბლა. ის სულელური რაღაცები, რასაც ყველგან ხედავთ. მოდით ნახოთ, რა სიტყვის ბრაიან მასტი ამაზე. ეს რეზოლუცია უპასუხისმგებლოა და არასერიოზული. სწორია. თქვენ ითხოვთ ამერიკული ჯარების გაყვანას იმ ქვეყნიდან, სადაც ჩვენ კონფლიქტში არ ვართ. ისრაელი კლავს ტერორისტებს, რომელთა მიერ განხორციელებული ყველა თავდასხმა ახლახან ჩამოუთვალე, რაც აპრილის დასაწყისიდან მოყოლებული მოხდა. მაგრამ ჩვენ იქ კონფლიქტში არ ვართ. ანუ ამბობთ, რომ იქ სამხედროებს ვერ დავტოვებთ. სინამდვილეში მსურს დიალოგში ჩავერთო. ჩემს კოლეგას ცოტა დროს დაუთმობდი. მართლა არ შეგვიძლია იქ სამხედროების დატოვება. წარმომადგენელ ტლეიბს 30-იან წამს დაგითხოვთ. მართლა არ შეგვიძლია სამხედროების დატოვება. მინდა ვიცოდე ქალბატონი ხარამი, რომელიც სამხრეთ ლიბანში, ქრისტიანულ სოფელ აკალაში, უნივერსიტეტის სტუდენტია, ტერორისტი არ ყოფილა, ის ოშაბათს მოკლეს. ის სახლში ბრუნდებოდა ბეირუთში, ლიბანის უნივერსიტეტში გამოცდების დასრულების შემდეგ. გადაამოწმეთ ეს. საინტერესოა, ძალიან საინტერესოა.
ასე უცებ რაშიდა ტლეიბი სერიოზულად ზრუნავს ქრისტიანებზე და ქრისტიანულ ღირებულებებზე, ამერიკის ღირებულებებზე. მაშინ როცა არ ახსენებს, რომ ლიბანში ქრისტიანები დევნილნი არიან ლიბანის ისლამისტების მიერ. იმისთვის, ვინც არ იცის, ლიბანი თითქოს მრავალკულტურული არაბული ქვეყანაა. არაბი არ ნიშნავს ისლამისტს, ეს სრულიად სხვა რამეა. ეს ნიშნავს ახლო აღმოსავლეთის ხალხს. სინამდვილეში ბევრი არაბი ებრაელია, რაც ბევრმა არ იცის, მაგრამ ლიბანში მათ სცადეს შეექმნათ მრავალკულტურული დაყოფა სხვადასხვა ტიპის არაბებს შორის, სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს შორის, ქრისტიანებს შორის და ასე შემდეგ. ისინი დიდად ვერ გაიმარჯვეს, რადგან ისლამისტებს ეს განსაკუთრებით არ მოეწონათ და მათ შექმნეს ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად დევნის ამ ქრისტიანებს. საინტერესო ფაქტია მათთვის, ვისაც აინტერესებს. ისრაელის ბომბმა მისი ოჯახის მანქანა დააზიანა, რის შედეგადაც დაიღუპა ის, მისი ძმა ტონი, მამა ჯეიმსი და თავად ის, რომელიც საზოგადოებაში სტომატოლოგი იყო. ის ტერორისტი არ ყოფილა. ჩვენს ქვეყანას უნდა შეწყვიტოს ამ კვლელობებში დახმარება. მიყვარს ის ფაქტი, რომ ის ამბობს: დაამტკიცე. სხვათა შორის, ჰამასის წარმომადგენლებმაც ამ კვირაში გააკეთეს განცხადებები, სადაც ქვეს, რომ ის ჟურნალისტი, რომელიც ისრაელმა მოკლა, სინამდვილეში ჰამასისთვის მუშაობდა და ჟურნალისტის საფარქვეში იყო. აი ამას აკეთებენ ისინი. ისინი ჩვეულებრივ ადამიანებს ტერორისტებად აქცევენ, ან ტერორისტებს ჩვეულებრივ ადამიანებად წარმოაჩენენ, რათა თქვან: ღმერთო ჩემო, ის მოკლეს. ისრაელი ამას არ აკეთებს. ჩვენ ყველამ ვიცით, ეს მარტივია, ძალიან დაბალი ინტელექტის ტესტია. ჩემთვის ის ტერორისტი არ იყო. ის იყო ადამიანი, რომელიც დღეს ცოცხალი უნდა იყოს, როგორც ჩანს პერსპექტიული სტუდენტი. ჩემმა კოლეგებმა უნდა იცოდნენ, რომ ის იყო, მე ჩემს დროს დავიბრუნებ. მე კიდევ დროს მოგცემ დებატებისთვის. როგორც ხედავთ, ნამდვილად მოგცემ დროს. რთულია თქვენი გაგება როცა ყვირით. როგორც არ უნდა იყოს. ეს არის მისი დამოკიდებულება, რომ უნდა შევაჩეროთ ყველაფერი, რაც ლიბანში ხდება, რადგან მას არ აქვს ინფორმაცია. მოდით ეს ვნახოთ. საზედამხედველო ჯგუფი ახლა განგაშტეხს იმაზე, რასაც სერიოზულ ეთიკურ და ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებად მიიჩნევს დემოკრატი წარმომადგენლის რაშიდა ტლაიბის შესახებ ახალ ანგარიშში. ჯგუფი არ არსებობს. შეშფოთება რაშიდა ტლაიბზე. მართლა? ეს როგორ შეიძლება? მაგრამ ის ხომ ყველაზე გამორჩეული, სრულყოფილი ამერიკელი მოქალაქეა. ამფიცებენ, რომ მას ტერორისტულ ორგანიზაციებთან აქვს კავშირი. ეროვნული საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენელი ჯეფ ჰარისი შემოგვიერთდა მას შემდეგ, რაც ამ ანგარიშს გაეცნო, რომელიც მოიცავდა ყველაფერს საარჩევნო შემოწირულობებიდან დაწყებული საჯარო გამოსვლებით დამთავრებული. ჯეფ, გითხარი ყველაფერი რაც იცი. ასე რომ გლობალური ანტისემიტიზმის კვლევის ინსტიტუტი. ანტისემიტიზმისა და პოლიტიკის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ეს ახალი ანგარიში სახელწოდებით რაშიდა ტლეიბის პრობლემური რიტორიკა და კავშირები. 19 გვერდიანი დოკუმენტი დეტალურად აღწერს იმას, რასაც ისინი უწოდებენ სერიოზულ ეთიკურ და ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს. ეს შეშფოთებები დაკავშირებულია ტლეიბის სავარაუდო კავშირებთან, ტერორისტულ ჯგუფებთან და დოკუმენტირებულ ურთიერთობებთან ორგანიზაციებთან, რომლებიც დაკავშირებულია როგორც ჰამასთან, ასევე პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტთან. ორივე უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება. ანგარიში ასევე მიუთითებს, რომ ტლეიბის რიტორიკა აჩენს გარკვეულ შეშფოთებას, როგორც ეთიკური, ასევე შეერთებული შტატების ინსტიტუციური მთლიანობის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით. ვინ იფიქრებდა, რომ ტერორისტების მხარდამჭერი სინამდვილეში არ შეესაბამება შეერთებული შტატების ეთიკას? მე არასოდეს დავაკავშირებდი ამ ორ ფაქტს. როგორ შეიძლებოდა ჩვენ მხოლოდ ახლა ვიცვებთ. მინდა ყველას უთხრა. ყველა გენოციდის ხელშემსხობს. შეხედეთ ამ ოთახს. ჩვენ არსად მივდივართ. ჩვენ არსად მივდივართ. ეს მართლაც სამწუხაროა და ამავე დროს ცოტა სასაცილო და ისტერიულია. ის ისეთი სულელია. და სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველასთვის ის რეალურად არსებობს და ყოველდღე იბრძვის ამერიკელების უფლებებისთვის. ნახეთ როგორ ექცევა ამ ბიჭს. რაშიდა? შენ ამერიკას წარმოადგენ თუ პალესტინას? Congressman Talibi. ამ ადამიანების ირონია. ირონია იმაშია, რომ ამ ადამიანებს აქვთ მოქალაქეობა და ამტკიცებენ, რომ ამერიკისთვის იბრძვიან. მაშინ როცა ერთადერთი, რაზეც შეუძლიათ საუბარი, არის სხვა ხალხის დახმარება, რომელსაც ამერიკელებთან არაფერი აკავშირებს. გულწრფელად რომ თქვა, ეს ცოტა დამღლელია და ცოტა სასაცილოც. და ის ფაქტი, რომ ამერიკელებს არაფერი გაუკეთებიათ იმ ადამიანების მოსაშორებლად, რომლებიც აშკარად ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, ჩემთვის მართლა გაუგებარია. ილან ომარი, სკვადი, AOC, იცი? ილან ომარი, რომელიც ამ ყველაფერს თაღლითურად აკეთებს და AOC, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით კომუნისტი მარქსისტია. მაშიდა თალიბი, რომელიც ტერორისტების მხარდამჭერია. ყავს ეს ადამიანები, გოგოების ეს დაჯგუფება, რომლებიც კონგრესში არიან და იბრძვიან ისეთ რაღაცეებისთვის, რაც თაღლითობა, მარქსიზმია, ტერორიზმია, ანტიამერიკული შეხედულებებია და მაინც სამწუხაროდ, ისინი ისევ ხელისუფლებაში არიან.
ბიჭებო, მეგობრებო, მგონია რომ დროა ამას წინააღმდეგობა გაუწიოთ. თქვენ რას ფიქრობთ? მადლობა ყურადღებისთვის.